ეს იქნება წლის ერთ-ერთი საუკეთესო სტრაიკინგ მასტერკლასი, რასაც შაბათს ვიხილავთ. UFC ბრუნდება საუდის არაბეთში, რიადში, სადაც 5 რაუნდიანი მთავარი ღონისძიება იქნება ნასურდინ იმამოვსა და ისრაელ ადესანიას შორის. შაბათს დაახლოებით საღამოს 6 საათიდან რიადში აიღებს UFC Fight Night-ი სტარტს და შევეცდები ახლა ჩემი აზრი გაგიზიაროთ მთავარი ღონისძიების შესახებ, main event-ის შესახებ, ანუ მე ვინ გონია რომ დარჩება გამარჯვებული და ვინ წავა სახლში დამარცხებული. გარკვეული პერიოდის უქმობის შემდეგ საიდ ნურმაგომედოვი უბრუნდება ოქტაგონს, ხადია არაბეთში ვართ და ერთ-ერთი ნურმაგომედოვი მაინც იქნებოდა ამ ღონისძიებაზე, იგი დაუპირისპირდება ბრაზილიელ ვინისიუს ოლივეირას. მიუხედავად იმისა, რომ ვინისიუს ოლივეირა შეიძლება უფრო დიდი იყოს ფიზიკურად და უფრო მეტი ფიზიკური ძალა ჰქონდეს, შეეძლოს მეტოქის ერთი დარტყმით განეიტრალება და აქვს მას ეს ნოკაუტის ძალა, მეორე მხრივ არის საიდ ნურმაგომედოვი, რომელიც ჩემი აზრით უფრო ტექნიკური მებრძოლია, უფრო ყოვლისმომცველი მებრძოლია, მიწაზე უკეთ გამოიყურება და აქვს ისეთი დარტყმები და ისეთი ქიქები, რომელსაც შეუძლია ვინისიუს ოლივეირას განეიტრალება. ჩემი პირადი აზრით მგონია რომ პირველ რაუნდში საიდ ნურმაგომედოვი დააკვირდება აწონ-დაწონის ბრძოლის მიმდინარეობას და უკვე მეორე რაუნდში გამოვა რეალური ტაქტიკით, ანუ გადაწყვეტს მეტოქე გადაწყვეტილებამდე მიიყვანოს თუ ძირს დააფინიშოს, არ დაგავიწყოთ რომ საიდ ნურმაგომედოვს ძალიან კარგი გილიოტინა აქვს, ასევე rear naked choke-იც არაჩვეულებრივად ეხერხება მას და მგონია რომ სწორედ ეს ფაქტორი იქნება ამ ბრძოლაში გადამწყვეტი და მეორე რაუნდში უკვე გადაიყვანს მიწაზე ნურმაგომედოვი ვინისიუს ოლივეირას, მიუხედავად იმისა რომ ვინისიუს ოლივეირა შეიძლება იყოს გარკვეულ პერიოდში თავზე ხელაღებული და ნაკლებად უთმობდეს დროს თავის დაცვას. სწორედ ეს ფაქტორი განაპირობებს ჩემი აზრით მის დამარცხებას, შესაბამისად მგონია რომ გამარჯვებული ამ ბრძოლიდან წავა საიდ ნურმაგომედოვი ალბათ მეორე რაუნდის ფინიშით. ეს არის ჩემი პირადი მოსაზრება. ახლა კი გადავდივართ მძიმე წონოსნებზე და დიდ ბიჭებზე. სერგეი პავლოვიჩი ჟაირზინიო როჟენსტრაიკის წინააღმდეგ ორწაგებიანი სერია, ორმოგებიანი სერიის წინააღმდეგ. იქნება თუ არა სერგეი პავლოვიჩის ერთი დარტყმა საკმარისი იმისათვის, რომ გაანეიტრალოს მაღალი დონის კიკბოქსიორი ჟაირზინიო როჟენსტრაიკი. ჩემი პირადი მოსაზრებით ეს ჩხუბი ძალიან ცოტა ხანს გაგრძელდება, ალბათ პირველ რაუნდსაც ვერ გასცდება. და შესაძლებელია რომ პავლოვიჩი გახდეს გამარჯვებული ძალიან ბრუტალური ნოკაუტით. თუმცა როჟენსტრაიკი შეეცდება რომ მეტად უფრო ტექნიკურად იბრძოლოს და დაელოდოს იმას თუ რას შესთავაზებს სერგეი პავლოვიჩი. ვიცით რომ აი ტომას პინალის მაგალითზე პავლოვიჩი შეუძლია იყოს თამამი, ანუ მიიჭრას მეტოქისკენ მეტად უფრო წინ და შესაბამისად თავი დარჩეს დაუცველი, რაც ტომას პინალმა არაჩვეულებრივად გამოიყენა, მიუხედავად იმისა რომ პავლოვიჩი აქვს ნოკაუტის საკმაოდ დიდი ძალა და მეორე მხრივ არის უფრო მეტად ტექნიკური როჟენსტრაიკი, რომელსაც ძალიან კარგი ქიქებიც აქვს, თუმცა შეიძლება მომენტებში მოსაწყენი მებრძოლიც კი იყოს. რატომ გონია რომ როჟენსტრაიკი წაიღებს ამ ბრძოლას? იმიტომ რომ როდესაც პავლოვიჩი მიიწევს მეტოქისკენ აგრესიულად, თუ მას თავის მოწინააღმდეგე არ შეუშინდება და დაუდგება წინ და შესაბამისად დაიცავს კიდეც თავს, მერე უკვე პავლოვიჩის განეიტრალება შედარებით უფრო მარტივად ხდება, იმიტომ რომ თავდაცვის უნარი მას თლად ეგეთ მაღალ დონეზეც არ აქვს, რაც გამოჩნდა ერთი ტომას პინალთან, მეორე ვოლკოვის წინააღმდეგ. შესაბამისად პავლოვიჩთან მიმართებით იქმნება ძალიან დიდი სივრცეები იმისათვის, რომ როჟენსტრაიკმა გამოიყენოს თავისი კონტრდარტყმები და ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ როჟენსტრაიკი სწორედ კონტრდამტყველი მებრძოლია. ამ ბრძოლას ჩემი აზრით აქვს ორი განვითარება. ერთი, მიუხედავად იმისა, რომ მგონია რომ ქულებამდე არ მივა ეს ბრძოლა, როჟენსტრაიკი მოიგებს ქულებით ისე როგორც ქნას ვოლკოვმა, თუმცა მეორე მხრივ მგონია რომ პავლოვიჩის ერთი დარტყმა საკმარისი იქნება რომ ეს ბრძოლა დაასრულოს. მე პირადად ვიხრები სერგეი პავლოვიჩისკენ და მგონია რომ სადღაც მაინც შეუშინდება როჟენსტრაიკი და გაეპარება პავლოვიჩის ერთი დარტყმა. ჩემი საბოლოო ვერდიქტი იქნება ის რომ პირველ რაუნდში ნოკაუტით გაიმარჯვებს სერგეი პავლოვიჩი. ვდივართ co-main event-ზე, რომელიც ჩემი აზრით იქნება Fight of the Night-ი ყველა ვარიანტში. შარაპუტინ მაგომედოვი მაიკლ ვენომ პეიჯის წინააღმდეგ 30 წლის პროსპექტი 37 წლის ვეტერანის წინააღმდეგ, რომელიც ახლა იდგამს
პირველ ნაბიჯებს UFC-ში. ჩემი აზრით იქნება, აი როგორც Mortal Kombat-ში გინახავთ, ხო? ჭადრაკული სტრაიკინგის მასტერკლასი იქნება ეს ბრძოლა. სტრაიკინგის ყველანაირი ილეთი, რაც კი წარმოგიდგენიათ, საერთოდ დარწმუნებული ვარ ამ ბრძოლაში იქნება გამოყენებული. არ ვარ დარწმუნებული იმაში, თუ ვინ იქნება ამ ბრძოლაში გამარჯვებული და რატომ. მიუხედავად იმისა, რომ ორივე უმაღლესი დონის სტრაიკერები არიან, ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავდებიან. თუ შარაპუტინი არის უფრო მუაიტაის სტილის სტრაიკერი, მეორე მხარეს ყავს მაიკლ ვენომ პეიჯი, რომელიც უფრო ორთოდოქსული, უფრო ტრადიციული კარატეს დგომს ანიჭებს უპირატესობას. ერთი განსხვავება მაინც ყურადსაღები არის ამ ორ ბრძოლთან მიმართებით. მაიკლ ვენომ პეიჯი ძალიან სწრაფად იწყებს ბრძოლას, როდესაც შარაპუტინი ამ შემთხვევაში უფრო და უფრო გვიან რაუნდებში გამოცოცხლდება ხოლმე, ასე ვთქვათ, ანუ რაუნდების გასვლასთან ერთად ის უფრო და უფრო უკეთესი ხდება, სადაც მეორე მხრივ პეიჯი თავის საუკეთესო ვერსიას უკვე პირველივე რაუნდში გვთავაზობს. თუ ბრძოლა მესამე რაუნდამდე მივიდა, მე პერსონალურად მგონია, რომ გომედოს ექნება სრულად შესწავლილი მაიკლ ვენომ პეიჯის ტაქტიკა და დგომი და ან ნოკაუტით მოიგებს, ან კიდევ ქულებით დაამარცხებს პეიჯს. მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად მაგომედოვი შეიძლება უფრო დიდი იყოს, ვიდრე მაიკლ ვენომ პეიჯი, ამ შემთხვევაში, როცა ბრძოლა მიმდინარეობს ფეხზე, ამას შეიძლება დიდად მნიშვნელობა არ ჰქონდეს, იმიტომ რომ თუ ხარ უფრო პატარა, შესაბამისად დიდი შანსია, რომ იყო უფრო სწრაფი კიდეც და ვიცით, რომ ცხოვრებაში ტეიქდაუნი არ გაუკეთებია მაგომედოვს და არათუ პეიჯს და ამ ბრძოლაში კიდევ უფრო მით უმეტეს არ ველოდებით მსგავს რამეს, ხო? ეს ბრძოლა დაიწყება ფეხზე და დამთავრდება ფეხზე. მაიკლ პეიჯი კი სინათლესავით სწრაფია და თუ მიეცემა თავისი სწრაფის გამოყენების საშუალება, არ მგონია, რომ მაგომედოვმა რამე დაუპირისპიროს ამ ბრძოლას, თუმცა ურთიერთგამომრიცხავ რაღაცებს კი ვამბობ, მაგრამ ვერ ვხედავ იმას, თუ როგორ შეიძლება მაგომედოვი დამარცხდეს, მით უმეტეს თუ ბრძოლა 3 რაუნდამდე მივა. გადამწყვეტი იქნება აქ ის ფაქტორი, რომ შარა მაგომედოვი რაუნდიდან რაუნდამდე ხდება უფრო და უფრო უკეთესი, როცა პეიჯი პირიქით განიცდის რაუნდიდან რაუნდამდე რეგრესს, თან პლუს რაც არ უნდა იყოს ჩემს და ასაკი გადამწყვეტი ფაქტორია, 30 წლის არის მაგომედოვი, 37 წლის არის პეიჯი და მგონია, რომ რაც არ უნდა იყოს ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, მაგომედოვი შარა უფრო მშიერი შეხვდება ამ ბრძოლას გადატანით მნიშვნელობით. მე ხმა ამ შემთხვევაში შარა მაგომედოვს. ახლა კი გადავედით მთავარ ღონისძიებაზე. ისრაელ ადესანია ნასურდინ იმამოვის წინააღმდეგ. შეგახსენებთ, რომ 2019 წლის შემდეგ პირველად ვხედავთ ადესანიას, როდესაც იგი არ იბრძვის საჩემპიონო კამრისთვის. ბოლოს, როცა ეს მოხდა, იყო ანდერსონ სილვას წინააღმდეგ. ამ ბრძოლაში ვინც არ უნდა მოიგოს, ჩემი აზრით გარანტირებული აქვს ბრძოლა კამრისთვის, ხამზად ჩიმავის შემდეგ, რა თქმა უნდა. საშუალო წონის კამართან დგას დიდი რიგი და სწორედ საუდის არაბეთში გადაწყდება, თუ ვინ იქნება შემდეგი ამ რიგში. ორივე მებრძოლი კარგი სტრაიკერია, თუმცა ჩემი პერსონალური აზრით და ობიექტური გადმოსახედიდან ისრაელ ადესანია უკეთესი სტრაიკერია. მეორე მხარეს ყავს ნასურდინ იმამოვი, რომელიც ნორმალური სტრაიკერია, ძირსაც შეუძლია მეტოქის გადაყვანა და ერთი ფაქტორი არის, რაც გადამწყვეტი შეიძლება აღმოჩნდეს ამ ბრძოლაში, ის რომ ნასურდინ იმამოვს არასდროს ქონია კამარი, ხოლო ისრაელ ადესანია კი გვახსოვს რამდენად დომინანტური მეფე იყო საშუალო წონისა, შესაბამისად აქვს თუ არა მას შერჩენილი ეს мотивация, არ ვიცი ვინ იქნება ამ ბრძოლაში უფრო სწრაფი, თუმცა დისტანციას ცხადია დაიჭერს და გააკონტროლებს ადესანია, რაც წარმოაჩენს მას რიგ შემთხვევაში უფრო სწრაფ მებრძოლად. თუ ნასურდინ იმამოვი არ გამოვა აქ როგორც შერეული საბრძოლო ხელოვნების წარმომადგენელი და თუ არ შეურევს სხვადასხვა დისციპლინას ერთმანეთში, ჩემი აზრით მისი შანსი თითქმის 0-ის ტოლია, იმიტომ რომ მხოლოდ ფეხზე ვერ გაუჩერდება ადესანიას, არ არსებობს რომ დაამარცხოს ფეხზე და ვიცით რომ ადესანიას კარგი ტეიქდაუნ დიფენსი აქვს, თუმცა ეს ყველაფერი გალიასთან. თუ გალიასთან მოუწევს ტეიქდაუნების დაცვა ადესანიას, მას ეს კარგად გამოუვა, ამიტომ ცოტა უფრო მეტი უნდა იფიქროს იმამოვმა ამ შემთხვევაში და შეურიოს საბრძოლო დისციპლინები იმისათვის, რომ რაღაც დაუპირისპიროს ადესანიას. მეორე მხრივ არ ჭირდება ადესანიას დისტანციის შემცირება იმისათვის, რომ მიუახლოვდეს თავის მეტოქეს განსხვავებით ნასურდინ იმამოვისგან. თუ იმამოვი მიუდგება ამ ბრძოლას ისე, რომ შეეცდება ჩაუკეტოს ადესანიას დისტანცია, მეორე მხრივ ადესანია შეეცდება, რომ დისტანცია შეინარჩუნოს, ჩემი აზრით მივიღებთ ისეთ ბრძოლას, როგორც ვნახეთ ისრაელ ადესანია პაულო კოსტას წინააღმდეგ მაგალითად, ან ისრაელ ადესანია, არ ვიცი, იოლ რომეროს, ან ჯარედ კანონიერის წინააღმდეგ. თუ ბრძოლა გადავა მიწაზე,
ნასურდინ იმამოვს ექნება ძალიან დიდი უპირატესობა, თუმცა მეორე მხრივ ისიც კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, რომ ისრაელ ადესანიას აქვს არაჩვეულებრივი takedown defense-ი, გდების წინააღმდეგ დაცვა. ადესანიას დამარცხების განტოლება ფეხზე ამოხსნა შონ სტრიკლანდმა. უნდა იცავდე თავს კარგად, შესთავაზო მუდამ პრაგმატული სტრაიკინგი. ჩემი აზრით საბოლოოდ მგონია რომ ეს ბრძოლა მივა გადაწყვეტილებამდე და თუ ისრაელ ადესანია მუდამ შეინარჩუნებს დისტანციას, მასურდინ იმამოვი არ ჩაკეტავს ამ დისტანციას და არ გამოიყენებს ჭიდაობას, ცალსახად ისრაელ ადესანია გახდება ამ ბრძოლის გამარჯვებული, ხოლო თუ მუდამ გამოიყენებს ნასურდინ იმამოვი თავის ჭიდაობას და შეეცდება რომ ადესანია ძირს გააკავოს და თუ შეეცდება რომ წნეხის ქვეშ ყავდეს იგივე ფეხზე, მაშინ კიდევ შეიძლება ჰქონდეს ნასურდინ იმამოვის შანსი. მიუხედავად იმისა, რომ ნასურდინ იმამოვის მხარეს არის ინერცია, ეგრეთ წოდებული მომენტუმი, სამმოგებიანი სერია აქვს ახლა და შეიძლება უფრო მშიერი იყოს ვიდრე ადესანია, თუმცა ეს ჯერ კიდევ გამოსარკვევია. ჩემი ხმა ისრაელ ადესანიას გადაწყვეტილებით გამარჯვებაში.